სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ამინ. სამარიტელის კვირას დღეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას და იოანეს სახარებაში მოთხრობილია ამბავი სამარიტელი დედაკაცისა, რომელიც იყო გონიერი და ასევე მამაცი. თხრობა ასე იწყება: როდესაც უფალი დამაშვრალი, ანუ დაღლილი გზისაგან ჩამოჯდება ჭასთან, მაგრამ ჯურღმული, ანუ სიღრმე ძალიან ღრმა აქვს ამ ჭასს და ჭირდება ამოსაღები. მოდის ერთი დედაკაცი სამარიტელი, სახელად ფოტინე და მაცხოვარი ეუბნება: დამალევინე მე წყალი. ხოლო იგი გაოცებული არის, რადგანაც იუდეველები უცხო ტომელებს, ანუ სამარიტელებს არ ელაპარაკებიან, საერთოდ ურთიერთობა არ აქვთ მათთან. ამიტომ გაოცებული ეკითხება: შენ ხომ იუდეველი ხარ და იუდეველებს არ აქვთ ურთიერთობა სამარიტელებთან და მე რატომ ეუბნები, რომ დამალევინე წყალი? და უფალი ეუბნება: რომ იცოდე ვინ გეუბნება შენ, დამალევინე მე წყალი, შენც ეტყოდი მას და მოგცემდა ცოცხალ წყალს. გაოცებული არის დედაკაცი, მას გონია საუბარია ნივთიერ წყალზე. ამიტომ ეუბნება: არც ამოსაღები გაქვს და ჭაც ღრმა არის, როგორ დამალევინებ მე, როგორ მომცემ ცოცხალ წყალს. თუ შენ უფრო მეტი ხარ მამა ჩვენ იაკობზე, რომელმაც ეს წყალი გვიბოძაო ჩვენ და თვითონაც ამ წყაროდან სვავდა, ამ ჭიდან სვავდა თავისი ძენიც და თავისი პირუტყვიც. ხოლო უფალი ეუბნება: ამ ჭიდან წყლის მსმელს კვალად მოსყურდება, ხოლო წყალს, რომელსაც მე დავალევინებ, საუკუნოდ არ მოსყურდება, რადგანაც წყალი, რომელსაც მე მივსემ, იქნება მის შორის წყარო წყლის, რომელიც იდინებს საუკუნო ცხოვრებად. და აი აქ უკვე დაფიქრდება ფოტინე სამარიტელი, რომ არ არის საუბარი ნივთიერ წყალზე, არამედ საუბარია უნივთოზე, რაღაცა დიადი უთხრა უფალმა. და იგი იმ წამსვე, როგორც მაძიებელი ჭეშმარიტებისა, ჩაეჭიდება აი ამ ღუზას და იქვე ეუბნება: დამალევინე, მომეცი მე წყალი, რომ არ მომწყურდეს და არც აქ მოვიდე წყლის ასავსებად. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, უფალი გამოავლენს წინასწარმცოდნეობას და ეუბნება: დაუძახე შენ ქმარს და მოიყვანე ისიც აქ. დედაკაცი პასუხობს: არ ამყავს ქმარი. ჭეშმარიტად ამბობ, რომ არ აკყავს ქმარი, რადგანაც 5 ქმარი ყავდა შენ და ეხლა რომელიც ყავს, ისიც არ არის შენი ქმარი. ანუ ფოტინეს უნდა დამალვა თავისი ცოდვისა. წარმოგიდგენიათ 5 ქმარი რო ყავს ადამიანს და მე-6 კიდე ვინც ყავდა ეხლა, არც იმას არ ამბობდა. მაგრამ უფალმა აჩვენა, რომ მან იცოდა ყველაფერი მასზე. და ამაზეც არ გაბრაზდება ფოტინე, რადგანაც მან ჩაშჭიდა ჭეშმარიტებას. და რომელიც ეხლა ყავსო ქმარი, არც ის არ არის შენი ქმარიო. შემდგომში წავა დედაკაცი და სამარიტელებს ეტყვის, რომ მე ნახე ერთი პიროვნება, წამოდით და ნახეთ, ის ხომ არ არის ქრისტე და საიდან მიხვდა ამას. როდესაც უნივთო წყალზე საუბარი მოისმინა, გადავიდა დოგმატებზე წმინდა ფოტინე, რომელიც შემდგომში განმანათლებელი გახდება სამარიისა. გადავიდა დოგმებზე და ეკითხება მას:
ჩვენი მამები აი ამ მთაზე ცემდნენ თაყვანს ღმერთს და რატომ ცემდნენ? რადგანაც აბრაამმა თავისი შვილი ისააკი სწორედ იმ მთაზე აიყვანა მსხვერპლ შესაწირად. და როგორც განვითარდა მოვლენები, ეს უკვე ვიცით, რადგანაც ღმერთმა უთხრა, აი აგერ არის ცხვარი, რომელიც უნდა შემომწირო და ნუ მოკლავ შენს ძეს. ერთგულება აბრაამმა თავისი უფლისადმი გამოავლინა. მხოლოდ შობილ ძეს, რომელიც ნანატრი შვილი იყო, იმას წირავდა ღმერთს, რადგანაც ღმერთმა ასე უთხრა. რა თქმა უნდა, არ უნდოდა ეს გაეკეთებინა, მაგრამ რადგანაც ღმერთმა უთხრა, ამასაც კი აკეთებდა. როდესაც ხელი აიღო, აღმართა, რომ დანა უნდა დაერტყა, აი სწორედ მაშინ უთხრა ღმერთმა შეჩერდი. უფალი ეუბნება და თქვენ იუდეველები თაყვანს სცემთ ღმერთს იერუსალიმშიო. სოლომონის ტაძარი იყო იერუსალიმში. აინტერესებს, რომელია ჭეშმარიტება, რომელია სწორი. და უფალი რას ეუბნება? მოვა ჟამი, მოვა დრო, რომ არც ამ მთაზე, არც იერუსალიმში თაყვანს სცემთ მამას. ღმერთი სულია და სულით უნდა მოხდეს მისი დიდება. ანუ რაზეა საუბარი? ახალი აღთქმის ეკლესიაში, რა თქმა უნდა, არც იმ მთაზე, არც იერუსალიმში არ არის ღვთის დიდება. თქვენ არ იცითო რას სცემთ თაყვანს და ჩვენ ვიცით ვის სცემთ თაყვანს. და რატომ არ იცოდა? იმიტომ რომ სამარიტელებს ჰქონდათ ცრუ წარმოდგენა ღმერთზე და ეგონათ რომ მხოლოდ ადგილით არის შემოსაზღვრული ღმერთი და მხოლოდ იმ ადგილზე უნდა სცე ღმერთს მხოლოდ თაყვანი. ანუ ღმერთზე ჰქონდათ წარმოდგენა როგორც კერპზე ისე კონკრეტულ ადგილზეა მხოლოდ ღმერთი. ხოლო იუდეველებს ესეთი წარმოდგენა არ ჰქონდათ. იუდეველებმა იცოდნენ რომ ღმერთი არის ყველგან მყოფი. ამიტომ ეუბნება როგორც ღვთისმსახურება, ჭეშმარიტება არის ჩვენთან იუდეველებთან. და როდესაც ეს მოისმინა, ამის შემდეგ ეუბნება, ვიცი რომ უნდა მოვიდეს მესია. და როდესაც ის მოვა, ჩვენ გვეტყვის თავის შესახებ, გაგვიმხელს საკუთარ თავს. და რას ეუბნება მაცხოვარი? მე ვარ, რომელი გეტყვი შენ. და ამ დროს მოვლენ მოციქულები, რომლებიც საზრდელი საყიდლად არიან წასულები და უკვე მოხდება დაცილება მაცხოვრისა და ფოტინესი და ახარებს ეუბნება სამარიტელებს. იმას კი არა რომ აი ეს არის ჭეშმარიტი მესია, მან უკვე დაიჯერა, მან ირწმუნა, მაგრამ ესე არ ეუბნება. მოდით და თქვენ თვითონ იხილეთ. იგი ხომ არ არის მესია, რომელმაც მე ყველაფერი მითხრა. ის რაც დაფარული იყო, რაც მე ვიცოდი, ის მითხრა. და ამის შემდეგ გამოყვებიან მასთან, მოისმენენ მისას და ეუბნებიან. ხოლო შენი სიტყვებით კი არა, უკვე ჩვენ თვითონ ვიხილეთ და გვჯერა მისი. ეხლა გავამახვილო მინდა ყურადღება თქვენზე ერთ კონკრეტულ ფრაზაზე. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო. რომელია ეს ფრაზა? წყალს, რომელსაც მე მივსემ, იქნება მასში წყარო წყლის, რომელიც საუკუნოდ იდინებს მასში. ანუ სიცოცხლის წყარო. აი რა არის ეს სიცოცხლის წყარო? რაზე არის საუბარი? იოანეს სახარებაში სხვაგან მე-15 თავში მაცხოვარი ამბობს, მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და მამაი ჩემი მოქმედი არს. ყოველმან რტომან, რომელიც ჩემთანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი. და ყოველმან, რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმინდოს იგი, რაითა უფროისი ნაყოფი გამოიღოს. მე ვარ ვაზი და თქვენ ხართ რტონი. როგორ ექცევა მებაღე იმ ტოტს, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს? რა თქმა უნდა, იმას მოჭრიან იმ ვაზიდან. იმიტომ რომ იმიტომ არის რტო, რომ ნაყოფი გამოიღოს. და სხვაგან ასევე კიდე მე-3 და მე-4 მუხლებში ამბობს მაცხოვარი.
ვითარცა იგი ნასხლებსა, ანუ მოჭრილ ტოტს, ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად, თავით თვისით, უკვე თუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქვენ, უკვე თუ არა დაადგრეთ ჩემთანა. როგორც ნასხლევი, რომელიც არ არის შეზრდილი ვაზის ტანთან, ვერ გამოიღებს ნაყოფს, იმიტომ რომ მისი წვენით ვერ საზრდოობს. ასევე ჩვენც ვერ გამოვიღებთ ნაყოფს, თუ არ ვიქნებით უფალთან შეერთებულები. ანუ ეკლესიის წევრი უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანი და ეკლესიის წევრობა არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ სახელით, არამედ ცხოვრებით, რომელიც გამოისახება მისი საიდუმლოებებში მონაწილეობით. წმინდა ლუკა ვოინო იასენისკელი ბრძანებს, სავსებით გასაგებია, რომ ვენახს მოწყვეტილი რტო ნაყოფს ვერ გამოიღებს. ის ცოცხლობს და ყურძნის შესანიშნავ მტევნებს იძლევა მაშინ, როდესაც ვაზის ფესვიდან საზრდოობს. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ჩვენც ვენახის რტოსა და მისი ფესვების მსგავსად, ასეთივე მჭიდრო და განუყრელ ერთობაში უნდა ვიმყოფებოდეთ უფალთან. დაადგერით თქვენ ჩემთანა და მე თქვენთანა, ბრძანებს უფალი. უფალთან ერთობის მხოლოდ ამ პირობებში შევძლებთ ღვთისათვის სათნო და მშვენიერი ნაყოფის გამოღებას. როგორ გავიაზროთ უფალ იესო ქრისტეს ეს საოცარი სიტყვები? რატომ უწოდებს ის საკუთარ თავს ვენახს? რისთვის ბრძანებს, რომ თუ ამ ვენახით არ ვისაზრდოებთ, გამხმარ რტოებს დავემსგავსებით და მშვენიერ ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. ამ შეკითხვაზე პასუხისათვის უფალი იესო ქრისტეს განხორციელებისა და ჯვარზე მისი სიკვდილის არს უნდა ჩავუღრმავდეთ. რისთვის გახდა აუცილებელი, რომ თავად უფალი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ჭეშმარიტ ადამიანად მოვლინებულიყო. რად იყო გარდუვალი, რომ ამ ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ კაცს სამყაროს ხსნისათვის საკუთარი სისხლი გაეღო. რატომ? ისმის კითხვა. იმიტომ რომ ჩვენ ღვთაებრივი ბუნების თანაზიარნი გამხდარიყავით. ხედავთ რაოდენ შემაძრწუნებელი და დიდებული მიზანია ღვთის ბუნების თანაზიარობა. ყოველ ლიტურგიაზე ეს სიტყვები გვესმის, მიიღეთ და ჭამეთ. ესე არის ხორცი და მოიღო სასუმელი და მადლობდა და მისცამა და თქვა, სულ ამისგან ყოველთა ესე არის სისხლი ჩემი აღლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებლად სოდვათა. წმინდა წერილში რას ვკითხულობთ სისხლზე? ვკითხულობთ ძალზე საშიშ და მნიშვნელოვან სიტყვებს, რამე თუ დაწერილია, რამე თუ სული ყოვლისა ხორციელისაი, არს სისხლი თვისი, რომელიც წერია ბიბლიაში, კერძოდ ლევიტელთა წიგნის მე-17 თავის მე-14 მუხში. რამე თუ სული ყოვლისა ხორციელისაი, არს სისხლი თვისი. სული სისხლშია, სხეულის სისხლში. ღმერთკაცის სისხლში იმყოფებოდა მისი ღვთაებრივი სული. და ეს სისხლი და ხორცი მოიღო მაცხოვარმა ჩვენთვის, საჭმელად და სასმელად. უფალმა ბრძანა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი. ასევე ბრძანებს უფალი იოანეს სახარებაში, მე ვარ პური ცხოველი, ანუ ცოცხალი, რომელიც ზეცით გარდამოვხეთ. უკვე თუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური რომელიმე მივსე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსემ ცხოვრებისათვის სოფლისა. ამენ ამენ გეტყვი თქვენ, უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. ჭეშმარიტი ცხოვრება ქრისტეს სისხლისა და ხორცის შეთვისების გარეშე
წარმოუდგენელია. მათი შედარება შეიძლება ვაზის მაცოცხლებელ ნექტართან. ამით გვასაზრდოებს ჩვენ ყველას უფალი. როდესაც უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ რაღაც დიადი, რაღაც შემაძრწუნებელი გვემართება. რამე თუ ჭეშმარიტად მისი სისხლისა და ხორცის თანაზიარნი ვხდებით და ქრისტეს სულს, რომელიც მისავე სისხლშია, ამ სისხლიდან ვითვისებთ. ამ გზით ჩვენ ქრისტეს სულის თანაზიარნი ვხდებით. ხვდებით ყოველივე ეს რაოდენ დიდებული და შემაძრწუნებელია? ევქარისტიის დიდი საიდუმლოს აღსრულებისას ქრისტეს სისხლთან ერთად ჩვენ მისი სხეულის ნაწილებს, მოლეკულებს ვითვისებთ. ღვთიური სხეულისა და სისხლის ეს ნაწილები ჩვენი საკუთარი სხეულის ნაწილებად იქცევა. ჩვენ ქრისტეს ხორცის, სისხლისა და სულის თანაზიარნი ვხდებით. სწორედ ამიტომ ბრძანა მაცხოვარმა, რომ თუ ვენახის რტოები არ ვიქნებით და მისი ნექტრით, ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლითა და ხორცით არ ვისაზრდოებთ, კარგს ვერაფერს შევქმნით. რამე თუ უფალი ამბობს, რამე თუ თვინიერ ჩემსა, არა რაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. მხოლოდ უფალთან ერთად და მისი მადლით, როდესაც მაცხოვრის სისხლისა და ხორცის თანაზიარნი გავხდებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სიკეთის ქმნა. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ქრისტეს გარეშე ვასრულებთ, არაფრის მომცემი, უვარგისი და ღვთის თვალში საძაგელია. ნამდვილ ჭეშმარიტებასა და სიკეთეს მხოლოდ ღვთის მადლის შეწევნით ვთესავთ. ჭეშმარიტებისა და სიკეთის ნაყოფი ის არის, რომელიც ვაზის ნექტარით ვასაზრდოებთ. დაადგერით თქვენ ჩემთანა და მე თქვენთანა, ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავი თვისით, უკე თუ არა ეგოს ვენახსა ზედა. ეგრეთვე არცა თქვენ, უკე თუ არა დაადგრეთ ჩემთანა. ბრძანებს უფალი. ხოლო თუ მუდმივ ცოცხალ კავშირს იქონიებთ ვენახთან, ჭეშმარიტთან, მაშინ აღსრულდება ქრისტეს სიტყვები: ყოველმან რტომან, რომელიც ჩემთან არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი და ყოველმან, რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმინდოს იგი, რათა უფრო ისი ნაყოფი გამოიღოს. მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემთანა, უკე თუ ვინმე არა დაადგრეს ჩემთანა, განვარდეს გარე. ანუ ვინც ჩემთან არ დაადგრებაო, იგი განვარდება გარეთო, ვითარცა ნასხლევი და განხმეს და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწვას. შემზარავი სიტყვებია, გვაძრწუნებს ის, რომ ვენახის რტოებს, ანუ ჩვენ ქრისტიანებს, უფალი გაგვსხლავს, თუ ჭეშმარიტ კავშირსა შევინარჩუნებთ ვაზის ფესვებთან. ხოლო თუ ნაყოფს გამოვიღებთ, იგი თითოეულ მსხმოიარ რტოს განწმեց, რათა მიენიჭოს ძალა სულ უფრო მეტი და მეტი ნაყოფის მოსხმისა. უკე თუ დაადგრეთ ჩემთანა და სიტყვანი ჩემნი თქვენთანა ეგნენ, რაიცა გინდეს, ითხოვეთ და გეყოს თქვენ. იმისათვის, რათა მოგცეს ის, რასაც ლოსვისას ვითხოვთ, აუცილებელია ჭეშმარიტი ვენახის მსხმოიარე, ნაყოფის მომცემ რტოებად ვიქცეთ და ვაზის ნექტრით საზრდოობდეთ. ამით იდიდოს მამაი ჩემი, რათა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნენ ჩემდა მოწაფე. ხედავთ, ჩვენ ღვთის განდიდებაც ძალგვიც, თუ ჭეშმარიტი ვენახის ნაყოფის მომცემი რტოები ვიქნებით. იმ ვენახისა, რომელიც უფალ იესო ქრისტეს განასახიერებს. იმისათვის, რომ ვადიდოთ ღმერთი, საჭიროა მსხმოიარე რტოებად ვიქცეთ, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ, რომლებიც ქრისტეს ნებას, ჭეშმარიტი ვენახის ნებას აღასრულებენ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებისას მისი სულის თანაზიარნიც ხდებით. მას დაეწაფეთ
ჭეშმარიტი ვენახის ცხოველმყოფელ ნექტარს. ამინ. აი თურმე რაში მდგომარეობს და სად არის აი ეს წყარო, რომელიც ჩვენში იდენს ცხოვრებად საუკუნოდ. ანუ ვინც არ ეზიარებაო, მას არ ექნება საუკუნო ცხოვრება. და ვინც ეზიარება, შეერთდება უფალთან, მას ექნება ცხოვრება საუკუნო. აი ვინ არის წყარო წყლის, ვინ აძლევს წყაროს წყლისას, რომელიც საუკუნოდ მოედინება მაშინ. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ უკვე განვიღმრთობით ადამიანები ცათა სასუფეველში შეუერთდებით უფალს, აი იქ უკვე აღარც წყურვილია, აღარც შიმშილია და არაფერი არ მოაკლდება ადამიანს. ყოველივე ექნება უფლისაგან მინიჭებული. ღმერთმა შეგვაძლებინოს, გაგვაძლიეროს, მოგცეს შეგნება იმისა, რომ გავიაზროთ თითეული სიტყვა და შემდგომში საქმით უკვე აღვასრულოთ და დავეწაფოთ ამ ცხოვრების წყაროს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეზიარებოდეთ, რომ ჩვენში უფლის სისხლმა იჩქეფოს, იდინოს და განწმინდოს ყოველი სნეულება. სულიერი იქნება ეს თუ ფიზიკური. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.